მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენ ამოცანების განხილვას 59-დან 459-დან. მოდი, ეს ამოცანა შეგვიძლია თავად ამ ნახაზის გამოყენებით გავაკეთოთ. AN კუთხე AN ეს არის 40 გრადუსი. შევსვალოთ ფერი, შავი ფერი გამოვიყენოთ. და მოდი ცოტა წვრილი შრიფტი, ეს წავშალოთ. ეს 40 გრადუსია. და რა ვიცით ახლა n-კალის გრადუსული ზომა სამჯერ ნაკლებია m-ეს, ანუ n-კას გრადუსული ზომა თუ არის x, თვითონ kn-ის გრადუსული ზომა თუ არის x-ი, mp-ს გრადუსული ზომა არის სამჯერ მეტი მასე, ხო? კი ბატონო, mp არის 3x-ი. და ნუ всё, მეტი არაფერი მორჩა. kn კუთხე არის 40 გრადუსი, რის ტოლია n-კარ-კან. ანუ ფაქტობრივად x გვეკითხებია. რა არის აქ რა თემა გამოსაყენებელი? ეს არის კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით, რის ტოლია კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით, ანუ 40 გრადუსი რის ტოლია. თავად ამ კუთხის გვერდებსა და მის ვერტიკალური კუთხის გვერდებს შორის მოქცეული რკალების ჯამის ნახევრის. x დამატებული 3x-ის ნახევარი, 4x-ის ნახევარი, 2x-ი უდრის 40 და შესაბამისად x-ი იქნებოდა 20 გრადუსის ტოლი. 59 გადავამოწმოთ. დიახ, სწორია, ვაგრძელებთ. მომდევნო ამოცანა. მე-60-ეს ახაზი არ მოყვარდა, მოდი ჩვენ დავხაზოთ. მოდი იყოს ასე. 60. წრეწირის AB და CD ქორდები M-წერტილში იკვეთება. კი ბატონო, ავიღოთ წრეწირი, გავავლოთ AB ქორდა, CD ქორდა. B, C, D. M-წერტილში იკვეთებიან. MC კუთხე 40 გრადუსია. ეს MC კუთხე 40 გრადუსია. იპოვეთ AD რკალის გრადუსული ზომა. კითხულობენ აქეთ ამ ქალს. თუ ის 20-ით მეტია BC რკალის გრადუსულ ზომაზე. მოდი ეს ავნიშნოთ x გრადუსით. მაშინ ეს იქნებოდა x + 20 გრადუსი. და რა კავშირია ახლა ამ კუთხეებს შორის, ხო? აი დაგვირდით, ეს თუ 40, ეს ხო 140 გრადუსია. და 140 გრადუსის გამოსათვლად გამოყენებადი რკალებია, ხო? კუთხე წვრთი წრეწირის შიგნით, ანუ 140 გრადუსიანი კუთხე ტოლია x + 20 დამატებული x-ი შეფარდებული 2-თან. 282 რომ გადმოვიტანოთ აქეთ გამრავლებით, 2x + 20, 2x-ი უდრის 260 გრადუსს და x-ი უდრის 130 გრადუსს. 130 გრადუსი. კითხვა რა არის? კითხვა სადავართ? იპოვეთ AD რკალის გრადუსული ზომა. რა გამოვიდა AD რკალი მთლიანად? AD რკალი გამოდის 150 გრადუსი, ხო? 20-ით მეტი იყო x. კარგი, გადავამოწმოთ, ეგეც სწორია. ისა კი არის ნაკლებად კარგი ხაზია პრინციპში 61, მაგრამ ბევრი ხაზია. აქ კუთხეების დატნევა ძალიან გადადვირთავს ნახას და მოდი ჩვენ თავად დავხაზოთ. მაგრამ ცოტა იმდენი ხაზია რაღაც გაურკვევლობა და მოდი წავიკითხოთ პირობა, არა ამბავს გვიყვება. წრეწირშიო გავლებულია CD და C ქორდები. ხა გავლეს CD ქორდა, გავლეს C ქორდა. სადაც C არის AB რკალის შუა წერტილი. ანუ ხორაჯობები და ესე იგი AB რკალი გვეთქვა ჯერ,
მერე შუაში აგვეღო C. ამ C-დან არის გავლებული რაღაც CD და C. ხო, მოდი აი ასე დავალაგოთ პირობა. ავიღოთ წრეწირი. ფაქტობრივად აუღიათ ამათ რაღაც AB ქორდა. შესაბამისად, რომელიც AB რკალს ეყრდნობა. მოვნიშნავთ AB რკალის შუა წერტილი, მოდი აქ ვითაროთ ესე. ეს რკალი თოლი რომ არის. მე ამ წერტილიდან გადავუდებთ ორი ქორდა. ერთი ქორდა ასე. მეორე ქორდა ასე. შევერთებიათ ესენი ერთმანეთთან, ჩვენ შევერთოთ. ეს არის CD ქორდა. ეს არის CE ქორდა. გადაკვეთის წერტილი აქ, A-ში. და A-D კუთხე არის ალფა. ანუ ეს არის ალფა კუთხე. გვეკითხებიან რას იპოვეთ DEC კუთხე. ასაგებია. კუთხე DEC. მოდი დავაფიქსიროთ სად არის კუთხე DEC. აი, ესეა საუბარი. აი, რო დავაკვირდეთ, ეს DEC კუთხე რა მომენტია რა, ეს სად არის, ხო? DEC კუთხე, აი, ეს კუთხე არ არის, აი, ეს ასე. აი, ეგ არის DEC კუთხე. შესაბამისად, პოლი არის AC რკალს დამატებული AD რკალის ნახევრისა რა. ხო, მოდი ახლა უფრო დანახვადი რომ იყოს, აი ამ კითხვის ნიშანი კუთხე რისი ტოლი იქნება, პატარა აღნიშვნა შემოვიდგინოთ. მოდი ამ კუთხეს, ამ რკალს, აი ამას დავარქვათ ბეტა კუთხე, აი ამას. აი ეს. ანუ გამოდის რომ მე ახლა აღნიშვნა შემომაქვს აქ AC რკალი ხომუდრის ECB რკალს და აი მისი ზომა იყოს ეს ბეტა. ნახეთ ახლა რა გამოვა. ეს ბეტა არის და რისი ტოლია ბეტა კუთხე. მოდი ამას რამე დავარქვათ. ანალოგიურად რაღაცა გამა კუთხე იყოს ეს. ეგ იყოს გამა კუთხე. და რისი ტოლია? დააკვირდით ახლა აქაც კუთხე წოროთი წრეწირი შიგნით არის, აი ალფაზე რომ ვისაუბროთ, გამოდის ის ალფა ტოლი გამოდის მის გვერდებს შორის მოქცეული რკალის, ანუ აი ამ AD რკალის დამატებული მისი ვერტიკალური კუთხე აქეთ რაც იყო, ხო? რკალსაც ეყრდნობა CB რკალი. მათი ჯამის ნახევარია. ანუ იდეაში ალფა არის გამას დამატებული ბეტას ნახევარია რა. მაგრამ დააკვირდით ახლა ეს არის ალფა. მარტივად გამას პლუს ბეტას ნახევარი. მაგრამ რა არის ჩვენი კითხვის ნიშანი? ჩვენი კითხვის ნიშანიც იგივე არ გამოდის, აი მთლიანად ამ რკალს ჭიმავს, აი ამ რკალს ჭიმავს და შესაბამისად ეს არის გამას პლუს ბეტას ნახევარი. მაშ, რასაც გვეკითხებიან, ის ზუსტად იგივე გამოსახულება გამოვიდა, რაც იყო ალფა. ესე იგი კითხვის ნიშანი უდრის ალფას. და მოცემულია. ეგ ვიცოდით ეს კუთხე. ანუ მორჩა. რასაც გვეკითხებოდნენ, ის იყო ალფას ტოლი. რა დაგვეხმარა მომცაის ამოხსნის დროს? ამოხსნისას აღნიშვნების შემოტანა.
საკმაოდ მარტივი გახადა პროცესი. რაც შეეხება ახლა ამ ამოცანას, მოდი ესეც მოცემულ ნახაზზე გადავწყვიტოთ წესით. სტანდარტული თეორიები უჩანს, თეორიებს უჩანს პირი. აი, აქ ახლა წესით აქტუალური უნდა იყოს კუთხე ქორდასა და ხებს შორის, ხო? და რისი ტოლია ეს კუთხე რისი ტოლია? რაც არის რკალი მოქცეული, აი მისი ნახევრის, არა? მოდი აბა რა ვიცით ახლა დავალაგოთ კუთხე ACM. ACM. ანუ ვიცით რომ ეს არის 50 გრადუსი. მაშინ აქედან ხო გამომდინარეობს რომ AC რკალი იქნებოდა 100 გრადუსი. აი თუ დააკვირდით ახლა მე ამოცანა არ წამიკითხავს, აი ნახაზი დავინახე და უცებ აი რაცაც მივხვდი დავაფიქსირე რა. აი რა თქმა უნდა პირობა გარკვევით და წავიკითხოთ და დაუკვირდეთ რას ვიკითხებია, მაგრამ უცებ რასაც მოკრავ თვალს დააფიქსირე ეს. კუთხე BCN. BCN ეგ თუ 70 გრადუსია, მაშინ BC რკალი არ გამოდის 140 გრადუსი. და შესაბამისად AC რკალი თუ იცი და BC რკალი თუ იცი, მაშინ AB რკალიც გწოდნია. ეგ იქნებოდა 240, 120 გრადუსია AB რკალი. რას მეკითხებოდნენ? ნახაზს ვიხეთ ტიპოვეთ A, B, C სამკუთხედის კუთხეები. შესანიშნავი. კუთხე B რა გამოდის? კუთხე B ეყრდნობა AC რკალს და შესაბამისად მისი ნახევრის ტოლია, ანუ 50 գրადუსი იქნება, იმიტომ რომ AC რკალი 100 გრადუსი იყო. ანალოგიურად კუთხე A ეყრდნობა BC რკალს და მისი ნახევრის ტოლი იქნება, ანუ არის 140 გრადუსის ნახევრის, ანუ 70 გრადუსის ტოლი. და მაშინ რაღა დარჩა კუთხე C-ს, კუთხე C, თქო და იქნება ამათი სხვაობის ამათი 180 გამოკლებული ამათი ჯარი. 180 რომ გამოვაკლოთ 50-ის და 70-ის ჯამი, გამოდის რამდენი გრადუსი? 60 ხო? ხა, 60 გრადუსი იქნება. კარგი, გავაგრძელოთ 63. აქაც არ გვინდა მეგობრებო ნახაზის გადახაზვა, გამოვიყენოთ ეს ნახაზი. დააკვირდით თუ იცით თქვენ რომ რკალების შესაბამისად არის 2x, 4x, x აქ და ეს არის 5x, ხო? აი ეს რკალი. უცებ დაწერეთ ამ x-ის დასათვლელი განტოლება 360-ია. ეს გამოდის 12x უდრის 360 გრადუსს და x-ი არის 30 გრადუსი, შესაბამისად ჩვენ ვიცით ეს 30 გრადუსი იქნებოდა, ეს 20 გრადუსი იქნებოდა, ეს 150. ანუ ვიცით რომ 4x-ის შესაბამისად 120 გრადუსი იქნებოდა და იპოვეთ მონიშნული კუთხეებიო. წვიმვალე რა იქნება აი მაგალითად ეს ორხაზიანი კუთხე. მოდი წითლად მომნიშნავ ამ კუთხეს გულისხმობთ ახლა ჩვენ. ეს იქნება მეგობრებო, ცხადია 60 გრადუს, ანუ კუთხე წვრილი წრეწირის შიგნითაა ესეც ხო? და მის გვერდებს შორის მოქცეული რკალის ეს 60 გრადუსი არის ზომას დამატებული. მისი ვერტიკალური კუთხის გვერდებს შორის მოქცეული რკალის, ანუ 150 გრადუსიანი კუთხე გაყოფილი 2-ზე. ეს არის 210 გრადუსი და 210-ის ნახევარი შესაბამისად არის 105 გრადუსი. და ეს თუ 105 გრადუსი იქნებოდა, მისი მოსაზღვრე კუთხე იქნებოდა 75 გრადუსი. ასეთი ამბავი. ნახოთ 64. აქაც აბა რა არის კუთხე ABM უნდათ, ხო? ანუ აინტერესებთ აი ეს კუთხე, მოდი ფერი შევცვალოთ. ისე
ეს კუთხე აინტერესებთ AB, M და რა ვიცით? ვიცით CAB კუთხე. CAB. ანუ ეს კუთხე ვიცით არის 35 გრადუსი და ვიცით AKC კუთხე. ანუ ეს არის 95 გრადუსი. დავაკვირდით ახლა გამოვიყენოთ ჩახაზული კუთხის თვისება. რომ თუ ჩახაზული კუთხეები ერთი და იგივე რკალს ეყრდნობიან, აი AM რკალს ეყრდნობა როგორც C კუთხე, ისე აი ეს B კუთხე, ხო? და შესაბამისად, რასაც გვეკითხებიან ახლა AM კუთხე B კუთხეთ მოიხსენიოთ, ტოლი იქნებოდა კუთხე C-ი. და კუთხე C რა გამოდის აქედან? ეს ხო გამოდის 180 გრადუსი გამოკლებული 95 პლუს 35. ანუ 130 გრადუსი და შესაბამისად პასუხი იქნებოდა 50 გრადუსი. იქ გამოვიყენეთ, რომ ჩახაზული კუთხეები თუ ერთი და იმავე რკალს ეყრდნობიან, მაშინ ტოლია. 65. 65. წრეწირი შიგნით აღებულ წერტილზე გამავალი ორი წრფით შედგენილი ერთ-ერთი კუთხეა 50 გრადუსი. კი ბატონო. ამ კუთხეს და მის ვერტიკალურ კუთხეში მოქცეული რკალებიდან ერთი მეორეზე 10 გრადუსით მეტია. კვლავინდებურად აქ რაც გვჭირდება კუთხე-წვეროთი წრეწირის შიგნით. ანუ რა ამბავი იყო აქ მოთხრობილი? წრეწირის შიგნით იყო აღებული რაღაც წერტილი, ამ წერტილზე გაავლეს ორი წრფე, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ წრფეს ბოლომდე არ გავავლებთ, წრეწირთან მიმართებით გვაინტერესებს და ამიტომ ასე ორი წრფე. ერთ-ერთი კუთხე არის 50 გრადუსი. ვნიშნოთ ეს კუთხე. და მის ვერტიკალურ კუთხეში მოქცეული რკალებიდან, ანუ საუბარი არის ამ რკალზე და საუბარი არის ამ რკალზე, მოქცეული რკალებიდან ერთი მეორეზე 10-ით მეტია. დავაფიქსიროთ ეგეც. ანუ თქვათ ეს თუ იქნებოდა ალფა რკალი, ეს უნდა ყოფილიყო ალფას პლუს 10 გრადუსი. და რას უდრის ეს 50 გრადუსიანი კუთხე? ეს ხო უდრის მის გვერდებს შორის მოქცეული რკალების მასას. ნუ 100 გრადუსი უდრის 2 ალფა პლუს 10, 90 უდრის 2 ალფას. და შესაბამისად ალფა იყო 45 გრადუსის ტოლი. იპოვეთ ამ რკალების გადასული ზომები. ანუ ეს იყო 45 გრადუსი და შესაბამისად მეორე რკალი იქნებოდა 95. 66 ნომერი. მოდი მათი საკუთარ დიდი ნახაზი გამოდის და პატარავთ ასე და კარგად გავარკვეთ რა უნდა წავიკითხოთ. წრეწირი გადის ABC სამკუთხედის A და C წვეროებზე და კვეთს AB და BC გვერდებს. აჰა, გასაგები. მოდი ავიღოთ წრეწირი. და ახლა სამკუთხედის გვერდებიც ავიღოთ. ანუ A და C წვეროებზე თუ გადის, ესე იგი AC მისი ქორდაა, ხო? და აქ რაც ამბავი ხდებოდა, აი ასე და ვთქვათ. ასეთი სიტუაცია. დავაწეროთ ასოები აბა, ეს არის A, ეს არის C, ეს არის B. აქ კვეთის წერტილებში არის K წერტილი და E წერტილი. ვიცით KCB კუთხე და რადგან KCB ვიცით, ესე იგი შეერთებული ყოფილა ამასთან, აი ასე და ეგ არის. მოდი ჩავინიშნოთ, აი
ეს კუთხე ვიცით ჩვენ და ეგ არის მომდენი კაცები. კაცები უნდა ვიპოვოთ. თიში. ხო. კაცებ აი ამ კუთხეს ვიკითხებიან. კაცები თუ ABC კუთხე არის 20 გრადუსი. ABC. აი ეს არის 20 გრადუსი. მოდი ახლა ერთი რაღაცა აღვნიშნოთ. E და CK ურთიერთმართობულია. ოჰო, ეგეც საინტერესოა. ანუ მე რომ გავალო ახლა აქ AE გამოდის რომ ეს კუთხე უნდა იყოს მართი. აი ეს მართი კუთხეა. დიახ. ხოჭა. აი მოდი ამას დავაწყოთ ჩვენ, რასაც გვეკითხებიან x-ი და ისე გავყვეთ false. გავიდეთ false. რა ვიცით ახლა ჩვენ? ამ მართობულობით რას ვარკვევთ, რას ვერ ვარკვევთ? გადავაკითხოთ კიდევ პირობა. წრეწირი გადის ABC სამკუთხედის AC და A და C წვეროებზე. კი. გავიდა და კვეთს AB და BC გვერდებს შესაბამისად A და E წერტილებში. კი. AE და CK მონაკვეთები ურთიერთმართობულია AE და CK, კი, და ABC კუთხე 20 გრადუსის ტოლია. რა შეიძლება დავინახოთ ახლა? რადგანაც ამ წერტილზე ამაზე საუბრობს მაინც ამ კუთხეზე შეიძლება უცებ წარმოგიდგენს მომენტი, რომ აი შემთხვევით ისე კუთხე წვეროთი წრეწირის შიგნით ხო არ გჭირდება. მაგრამ აქ რადგანაც კუთხე წვეროთი წრეწირის გარეთ გვაქვს მოცემული, ეგეც არ უნდა იყოს შემთხვევითი მომენტი, ხო? ისეთი რაღაცა. მოდი ახლა რა შეგვიძლია აქ თქვა, უცებ რა ფაქტები ჩანს. რამდენიმე მომენტი რომ ჩავინიშნოთ. ერთი დეტალი ის არის, რომ ცოტა წვრილი კალამი გამოვიყენოთ. x-ი რა რკალსაც ეყნობა, აი k ეკალს რო ეყნობა და ჩახაზული კუთხეა ამ შემთხვევაში. გამოდის რომ ეს 2x-ი იქნება რა? აი ეს რკალი იქნება 2x-ი, იმიტომ რომ ჩახაზული კუთხე თუ x გრადუსია, ეგ 2x-ი იქნება. იმასაც დააკვირდით, რომ ამ კუთხე, აი ეს კუთხე ეყრდნობა იგივე რკალს, რომელსაც ეყრდნობა C კუთხე. ამიტომ ესეც x-ი იქნება. ერთსა და იმავე რკალს ეყრდნობიან. შესაბამისად, აი დააკვირდით ახლა მეგობრებო, როგორი სიტუაცია, ეგეც 90 გრადუსია. და აი ამ სამკუთხედში ყველაზე საინტერესო სამკუთხედი აქ ჯერჯერობით გამოდის აი ეს, მithuetes, რასაც გკითხებიან, x იქ არის მოქცეული. აი ეგ სამკუთხედი ხო არის მართკუთხა და ეგ არ გამოდის მისი გარეკუთხე, აი აქ ეს, კი, ეს გამოდის მისი გარეკუთხე. მაგრამ ხო, და ანუ შესაბამისად აი ეს კუთხე არის 1/90 გრადუს დამატებული x-ი. არ არის ასე? იმიტომ რომ რისი ტოლია სამკუთხედის გარეკუთხე არამოსაზღვრე შიგა კუთხის ჯამის. მაგრამ მეორე მხრივ რა გამოდის ეს კუთხე ხო გამოდის აი ამ სამკუთხედის მესამე კუთხე. ანუ იმავდროულად ეს არის 180 გრადუს გამოკლებული x plus 20, ხო? აი x plus 20 გრადუსი. ნუ აქედან ამოვხსნით ახლა ამ განტოლებას 90 plus x უდრის 180 გამოვხდებოდა 20, ეს 160. x და 2x უდრის 70 გრადუსს. ხო, ხარ შევცდეთ, კი, და x უდრის 35 გრადუსს. ცოტა ისეთი პასუხი. ეს სწორი აღმოჩნდა. კარგი.
სხვანაირად შეიძლება ალბათ ამის გაკეთება ახლა სხვა მომენტები რომ გამოიყენოთ წრეწირთან დაკავშირებული კუთხეების, მაგრამ ესეც საკმაოდ ნორმალური ამოხსნა გამოვიდა. მოდით დავფიქრდეთ და გავიაზროთ. ახლა წავშალოთ და მოდი ვამზადოთ 67 ნომრისთვის. აბა რა სიტყვის ახლა 67 ნომრი. 67. წრფე ეხება O ცენტრის მქონე წრეწის A წერტილში. ავიღოთ A წერტილი. ანუ რადგან ეხება ანუ ხები უნდა გავალოთ, არა? გავალოთ ხები. გავავლოთ ასე ხები. ზო უნიშნოთ ეს A წერტილით. შეხების წერტილი. C წერტილი ამ წრფეზე, ну სადღაც არის C წერტილი. ანუ ვთქვათ, აქ არის C წერტილი და D წერტილი წრეწირზე, ну სადღაც არის D წერტილი. O წრფის მიმართ სხვადასხვა მხარეს იმყოფებიან. ახლა O წრფი არის ცენტრი, ხო? ანუ ავიღოთ O წრფე. ასე. და O წრფის მიმართ სხვადასხვა მხარეს არის. ანუ აქეთ თუ არის D, სადღაც აქ ავიღოთ, მოდი აგერ იყოს, აქეთ თუ არის C, აქეთ იყოს D. მოდე კუთხე არის 110 გრადუსი. აჰა. და იპოვეთ CAD კუთხე. უნდა შევმატოთ მაშინ CAD AD ქორდა და რადგან ჩვენ გვთხოვენ AOD კუთხე, ვიც უпроსტად და ესეც გავავლოთ. ეს არის 110 გრადუსი AOD კუთხე და ჩვენ გვეკითხებიან აი ამ კუთხეს. აი, ძალიან მარტივად. ეს რომ მარტივი კუთხეა. აი აქ. და ეს თუ 110 გრადუსია, ყველაფერი ხომ არის და შესაბამისად სამკუთხედი DOA-დან 180 გრადუსს გამოვაკლებით 100-ს და 70-ს. ორზე გავყოთ 35 გრადუსი გამოვიდოდა ეგ. და მაშინ ეს მარტივი კუთხე აქ აიქნებოდა, დაჯამდებოდა და მთლიანად კუთხე DAC გამოვიდოდა 90 გრადუსს დამატებული 35. ეს არის 125 გრადუსი. აქ მეტი სხვა შემთხვევა შეიძლება რეალისტური თვალე არ იყოს ახლა. უშავს ნორმალური ნახაზი იყო. 62 ამოცანა განვიხილოთ. O ცენტრის მქონე წრეწირის PT ქორდა 10 სანტიმეტრია, ხოლო კუთხე POT 60 გრადუსი. ავიღოთ წრეწირი. PT ქორდა და POT კუთხე, ხო? O ცენტრი თუ არის და POT 60 გრადუსი, მოდი ასე ვქნათ და ახლოვებით. 60 გრადუსიანი კუთხე, მოდი არავით იქნება ასე, ხო? ეს არის O, ეს იყოს P, ეს იყოს T. და PT ქორდა ეს ხო ვიცით 60 გრადუსია და PT ქორდა, ეს რო შევერთოთ, ასე არის 10. იპოვეთ რადიუსი, ეგ ძალიან პრიმიტიულია, ხო? ძალიან მარტივია. ეს ორგვერდა სამკუთხედი გამოვა, რატო? იმიტომ რომ ორ ფერდაში ერთი კუთხე თუ 60, ანუ მარტივი საჩვენებელია, რომ დანარჩენი კუთხეებიც 60-60 იქნება და შესაბამისად ერთი გვერდი თუ 10-ია, დანარჩენი გვერდების გამოვა 10. აქ 69-ს დაჭირდება ჩვენი დახატვა. აი, მოდი თვითონ ეს ნახატი გამოვიყენოთ ახლა. რა ვიცით 69-ში. AC 10 ტოლია.
სამოცფერი, ეს არის 10 ეკვერტი. მერე ცენტრის მქონე წრეწირის AB დიამეტრთან ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს, ანუ ეს არის 30 გრადუსი, აი აქ. ეს კუთხე. იპოვეთ CD მონაკვეთის სიგრძე CD კი ბატონო, CD-ს გვეკითხებიან, ასე. თუ D წერტილი AB დიამეტრის გაგრძელებისა და C წერტილში გავლებული მხების გადაკვეთის წერტილია. მაგრამ კი ბატონო, ეს ნახაზეც კარგად ჩანს. ნუ D-ი არის მხები. კარგი ბატონო. რა შეგვიძლია ახლა აქ? ნუ ერთი გზა არის, მაგალითად მოსწავლეებმა ასე გამიკეთეს ეს ამოცანა, აი თუ შეაერთებ ამას აქ, ძალიან კარგად გამოდის. ეს მართი კუთხე იქნება, ხო? იმიტომ რომ შეხების წერტილში გავლებული რადიუსია. ეს ტოლფერდა სამკუთხედი გამო აი აქ, ესეც 30 გრადუსი იქნება, ეს 60 გრადუსი გამოდის. იმიტომ რომ აი ამ სამკუთხედის გარე კუთხეა და არა მოსაზღვრეული შიგა კუთხის ჯამის ტოლია, 30-ის და 30-ის ტოლი იქნებოდა 60. მერე აი ამ მართკუთხა სამკუთხედში, აი ამ მართკუთხა სამკუთხედში ეს გამოდის 30 გრადუსიანი კუთხე და ახლა თუ გარედან დააკვირდებით აი ამას, ასე გარედან თუ დააკვირდებით, რა ხდება? ეს იქნება აი ეს სამკუთხედი მთლიანად ტოლფერდა, ხო? იმიტომ რომ ერთ გვერდთან მდებარე კუთხეები, ესეც 30-ია, ესეც 30-ია. შესაბამისად, DC უდრის C-ას და კითხვის ნიშანიც იქნებოდა 10-ის ტოლი. მაგრამ მიდი არ გვინდა ეს დამატებითი ხაზები ახლა და თუ გამოვა ისე. აი რა საკითხთან არის ახლა ეს ახლოს, ხო? ეს. ანუ მხებსა და ქორდაშორის კუთხე რომ დავაკვირდეთ აი ამ კალს, ამ კალს. კუთხე DC იქნებოდა აი ამ კალის ნახევრის ტოლი. აი ეს კუთხე მთლიანად იქნებოდა კუთხე DCA იქნებოდა, ესეც ხო კუთხე არის მხებსა და ქორდაშორის და რისი ტოლია? მათ შორის მოქცეული კალის ნახევრის, ანუ CBR კალის ნახევრის ტოლია. შესაბამისად, აი CBR კალი რა გამოდის? ხო ვიცით რომ CBR კალი 60 გრადუსი, ანუ საიდან ვიცით, ჩახაზული კუთხე თუ 30 გრადუსია, თავისთავად CBR კალი იქნებოდა 60 გრადუსი. მერე ესო დიამეტრია და BR კალი გამოდის 180 გრადუსი, ხო? BR კალი 180 გრადუსია. მაშინ ეს 240 გრადუსი არ გამოდის? და თუ გაყოფთ 2-ზე 120 გრადუსია. ეს თუ 120 გრადუსია უქროები და კუთხეს 30 გრადუსი, მაშინ რაღა დარჩა ამ კუთხეს. 180-ს გამოვაკლებდი მათ ჩავს და ეგეც 30 არ გამოვა? ო, ანუ სამკუთხედი DCA და შესაბამისად მეორე გვერდით, მეორე ფერდიც 10-ის ტოლი იქნებოდა. მგონია რომ კარგად გამოვკლავდით 70 რა შეეხება 70-ს, მოდი აქაც ნახოთ აბა. რა ვიცით? ADB არის 59 გრადუსი. ADB. მოდი დავხატოთ. ჩვენ გვინდა კალამი გავაქტიურე, ხო? 4-ის 70-ზე ვართ. ADB კუთხე არის 59. ნუ გავავლოთ აქ, როგორც არის მოცემული. 1 2
ეს შევაერთოთ ასე. ეგეთი სიტუაციაა. დავაწეროთ ასოები. ანუ ეს არის B, D, C, E, A და სადღაც აქ არის ცენტრი O. ვიცით რომ ADB კუთხე, ADB, ეს კუთხე არის 59 გრადუსი. ვიცით DAE კუთხე, ეს კუთხე არის 19 გრადუსი. და გვეკითხებიან ACB კუთხეს, ამ კუთხეს გვეკითხებიან. რას უდრის ეს საძიებელი კუთხე? ეს არის კუთხე წოროთი წრეწირის გარეთ და ტოლია კუთხის გვერდებს შორის მოქცეული ამ რკალის, ესე იგი AB რკალისა და მეორე მცირე რკალის სხვაობის ნახევრის, ხო? DE რკალის ესე ნახევარი იქნება ამ სხვაობის. AB რკალი რა გამოვა? შესაბამისი ჩახაზული კუთხეზე ორჯერ მეტი არ გამოვა, ანუ ცხადია AB რკალი იქნებოდა 118 გრადუსი. იმიტომ რომ მას ეყრდნობა 59 გრადუსიანი ჩახაზული კუთხე. ანალოგიურად D რკალი არ იქნებოდა ორჯერ მეტი 19-ზე, ანუ ეს იქნებოდა 38 გრადუსი. ანუ ეს გამოდის 118 გამოკლებული 38. ეგ რამდენია 80 არ არის? და იქნებოდა 40 გრადუსი მისი ნახევარი. 71 ამოცი. არის 71. ABC სამკუთხედის ვარ გამოჩენე 70 უკაცრავად. არის 70 იყო წინ. ABC სამკუთხედის AB გვერდი წრეწირის დიამეტრია. BC მხებია, ხოლო AC გვერდი წრეწირის შუაზე იყოფა. ნახეთ როგორი სიტუაციაა. ესე იგი წრეწირი ხომ მქონდა აღებული. და AB გვერდი წრეწირის დიამეტრია. ანუ ერთი გვერდი დიამეტრი. და ნახეთ BC მხებია. ხები თუ არის შეხების წერტილში მარტი კუთხე ხომ და შეიქმნას. ანუ BC ნახეთ ასე ვუყურებ ახლა ეს თუ არის A და ეს B, ხო, დიამეტრი. ეს ორი იყოს. B წერტილში გადის მხები, ხო, და ასე იქნებოდა, მაგრამ სამკუთხედი ნახეთ როგორ გვეუბნება B უნდა იყოს თვითონ წვერო. ანუ გამოდის რომ ქვემოთ ან ზემოთ ავმართოთ და ასე იქნებოდა მეგობრებო. ეგ იქნებოდა ასე. შესაბამისად აუცილებლად ეგ მარტი კუთხეა და მე მოვნიშნოთ ეს მარტი კუთხე იქნებოდა აქ. და მესამე გვერდი წრეწირის კალით შუაზე იყოფა, ხო? AC გვერდი წრეწირით შუაზე იყოფა. მესამე გვერდს რომ გავავლიდი აი ასე. რა ხდებოდა? ასე ამ შუაზე იყოფოდა, ანუ ეს ამის ტოლი იქნება. კარგი, გასაგებია. ეგ არის ძლიერი ინფორმაცია. ის ფონზე უნდა ვიპოვოთ ჩვენ ახლა ACB კუთხე. ეგ ამ კუთხეს გვეკითხები. ამ პირობამ ამ ინფორმაციამ ნაწილობრივ დავიტანეთ ახლა ჩვენ ხო, რაც ამბავიც მოგვიყვა, მაგრამ კიდე რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. აქ მგონია უკვე კარგი იქნება თუ შევაერთებთ, მოდი ახლა საიმე კაწეტილი დავარქვათ, ანუ AC გვერდის წრეწირთან გადაკვეთის წერტილს B-სთან. რატო? იმიტომ რომ დააკვირდით, ეს ხო მართკუთხა სამკუთხედია. AC ჰიპოტენუზაა და ჰიპოტენუზის შუა წერტილი გამოდის K. ეგ ძალიან მაგარი წერტილია და როგორ შეიძლება ახლა ეგ მარტი კუთხის წვეროსთან არ შევაერთოთ, შესაბამისად, რა ამბები დაატრიალა ახლა ამ კაცე მონაკვეთმა. ჯერ ერთი ის მედიანაა, ხო? კაცე არა, KB მონაკვეთმა, BK მედიანა სამკუთხედ ABC-ში.
და შესაბამისად რა გამოდის? ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანა ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლი, ანუ თვითონაც ორხაზიანი იქნება, ხო? აკასზე კაცის ტოლი იქნება. კიდევ რა გამოდის? ეს დიამეტრზე დაყრდნობილი კუთხე არ გამოდის? კი, გამოვიდა. ხო, ანუ გამოდის, რომ მართია. ახლა დააკვირდით. BK სამკუთხედში გამოვიდა როგორც სიმაღლე, ისე მედიანა. ესე იგი, ABC ტოლფერდა. შესაბამისად, თუ ტოლფერდა და თან მართკუთხა 45 გრადუსი არ გამოვა? მახვილი კუთხის ზომები. კი, გამო. ასე გამკლავდებოდით ამ ამოცანას. ახლა მოდი 72-ზე დავფიქრდეთ. ორი აქვე დავფიქრდეთ. 60 გრადუსიან მახვილ კუთხეში ჩახაზულია ორი წრეწირი. ხო, ახლა ჯერ ჩვენ ჩახაზული წრეწირის იდეა ვერ გაგვიხილავს და რას ნიშნავს ახლა ჩახაზვა? ჩახაზვა ნებისმიერ ფიგურაში n კუთხეში ნიშნავს, რომ მოცემული ფიგურის ყველა გვერდი უნდა იყოს ამ წრეწირის მხები. ანუ აი რას ნიშნავს მაგალითად, რომ სამკუთხედში ჩავხაზე წრეწირი. შენ ისეთი წრეწირი უნდა აიღო, რომ სამივე გვერდი სამკუთხედისა უნდა იყოს მისი მხები. ისე უნდა იყოს, რომ სამივე გვერდს ეხებოდეს. აი მაგალითად ახლა თქვენ გქონდეთ თქვათ ასეთი ოთხკუთხედი აღებული. ასეთი ოთხკუთხედი და თქვათ ჩავხაზეთ, მგონია რომ ჩავხაზეთ, მაშინ წრეწირია. ასე ჩავხაზეთ. ვერ იქნება ჩახაზული, იმიტომ რომ აი მეოთხე გვერდს არ ეხება. ჩახაზულად რომ ჩაითვალოს, აუცილებლად უნდა ეხებოდეს მოცემული ფიგურის ყველა გვერდს. რადგან კუთხეზე ახლა საუბარი, წრეწირი დროს ჩაება კუთხეში ჩახაზულად. თუ კუთხის ორივე გვერდს შეეხებოდა. ისე. ეს წრეწირი ითვლება ახლა ჩახაზულად უკვე კუთხეში, იმიტომ რომ კუთხე ორი გვერდისგან შედგება და ორივე გვერდი ამ წრეწირის მხებია. 60 გრადუსიანი მახვილი კუთხეა. თქვათ 60-იანს არ გასვა, თქვათ 60 გრადუსიანი. მე მახვილ კუთხეში ჩახაზულია ორი წრეწირი, რომლებიც გარედან ეხებიან ერთმანეთს. ახლა ასე რომ ჩავხატე, ახლა მე იქნება შედარებით უფრო დიდი წრეწირი, ხო, ჩახაზული. კარგი, მოდი აბა. ისე ავიღოთ ახლა რომ გამოვიდეს, მგონია რომ ნორმალურია რა. ასე. აი ჩახაზული. ერთმანეთს ეხებიან თან, ძალიან კარგი. ესე შეხება, ესე შეხება. მე იპოვეთ მცირე წრეწირის რადიუსი. ახლა ჩვენ რა ვიცით? თუ კი ბატონო, მცირე წრეწირის რადიუსი დავიპოვოთ, თუ დიდი წრეწირის რადიუსი არის 30 სტოლი. ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ორი წრეწირი ეხება ანგარიდან ან შიგნიდან ერთმანეთს, ეს ჩვენს დაგაკვეთილებზე ეს სამი წერტილი, ერთი წრეწირის ცენტრი, მეორე წრეწირის ცენტრი და შეხების წერტილი მდებარეობს ერთ წრეზე. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, ახლა პრინციპში უკვე უნდა ვთქვათ, რომ ბისექტრისას გააჩნია კიდე ერთი ძალიან მაგარი თვისება, რომ კუთხეში ჩახაზული წრეწირის ცენტრი მასზე მდებარეობს. ახლა ეგ საიდან? მოდი ვაჩვენოთ, მეგობრებო, რომ ასე წრეწირის ცენტრი აუცილებლად იქნება კუთხის ბისექტრისაზე. აი აუცილებლად. მოდი შევაერთოთ სამკუთხედის წვერო წრეწირის ცენტრთან და გავაგრძელოთ ეს წრფე. წრეწირის ცენტრი იყო თქვათ აქ. ასე
ეს არის სამკუთხედის წვერო, M-ი და M წერტილი შევაერთე ცენტრთან. მეტი არაფერი, არ ვიცი ეს M ფორმა ხასია. წარმოდგენა არ აქვს. მოდი გავავლოთ შეხების წერტილში რადიუსი. გავავლოთ რადიუსი, ხო? ასე. მე რა ვიცი, შეხების წერტილში გავლებული რადიუსი ხების მართობულია. კი. გავავლოთ მეორე რადიუსი. ანუ ესეც მართობული იქნება, ხო? მეორე ხედა. ანუ რა გამოვიდა? გამოვიდა რომ წერტილიდან რაღაცა წერტილი მაქვს, ხო? კუთხეში მაქვს რაღაც O წერტილი, რომლიდანაც გვერდებამდე მანძილები ერთმანეთის ტოლია. შესაბამისად, ეგ რა ვიცით, ეს ბისექტრისის თვისების შებრუნებული თეორემა არ არის? გამოდის, რომ ასეთი წერტილი კუთხეში თუ არის აღებული, ის აუცილებლად იქნება კუთხის ბისექტრისაზე. ესე იგი, აი ის ცნობილი მონაკვეთი, რომელიც აერთებს ერთმანეთთან ერთი წრეწირის, მეორე წრეწირის, ან შეხების წრეწირის ცენტრებსა და მათი შეხების წერტილს, აუცილებლად იქნებოდა ბისექტრისაზე, აუცილებლად. ბისექტრისაც გაივლიდა ამ წერტილებზე. მოდი, გავალოთ ახლა შიგნით ბისექტრისა, ასე. და ამაში დარწმუნებული ვიყოთ, რომ მასზე იქნება წრეწირის ცენტრები. და წრეწირის ცენტრები სადაც ძევს, თავისთავად შეხების წერტილიც იქვე იქნებოდა. ასე აქ ალბათ ვრიანი იქნება ჩვენ გამოვაჩინოთ ის ხაზები, რაც ვიცით, ხო? ასე. ეს არის დიდი რადიუსი, ანუ 30. ეს არის პატარა რადიუსი, რომლის ზომაც არ ვიცი და ეს 30 გრადუსიანი კუთხე იქნება, ხო? კი, 30 გრადუსიანი კუთხე. ნუ დავქნათ ახლა როგორ მოვიქცეთ და ნუ აქ არის ერთი სიტუაცია, მეგობრებო. უნდა განვიხილოთ ორი სამკუთხედი. ერთი, აი ეს პატარა სამკუთხედი ჯერ არ შეჩვეულია ჩვენ ერთი ფიგური და მეორე ფიგურაში დახტომას, ერთი აღმოჩენილი დამოუკიდებლობების მეორეში გადატანას, მაგრამ უნდა მივეჭოთ რა. კი, თითქოს სამკუთხედმა მოგცა, მაგრამ აი მე მეშვიდე, მერვე თავი უფრო გაგვავითარებს ამაში. და რა ხდება აქ, აი რა მომენტია. დააკვირდით ამას, რომ დავაწეროთ M-ი, ეს იყოს O1, O2. ამ სამკუთხედიდან, ხო, M-O1 არ გამოდის 2 პატარა სტოლი? იმიტომ 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათედი ჰიპოტენუზის ნახევარია. კი, გამოდის. ახლა დააკვირდით დიდ სამკუთხედს. ეგ იყო სამკუთხედი M გადავიქოთ ამას. ან არის მაგინდეს ასე პირდაპირ პატარა სამკუთხედიდან რა გამოდის ეს და დიდი სამკუთხედიდან რა გამოდის? აი დიდი სამკუთხედიდან. ხო გამოდის რომ M2 იქნება 60 სტოლი. და რატო იქნება 60 სტოლი? ეგეც 30 გრადუსიანი კუთხეა და მის პირდაპირ კათედი ჰიპოტენუზის ნახევარია. კი, მაგრამ თან დააკვირდით მეგობრებო აქ რა ხდება? ეს აქედან აქამდე ხო R პატარა, აი ეს და აქედან აქამდე ხო 30-ია. ანუ ფაქტობრივად M2 რისი ტოლია, ანუ M2 ტოლია M1-ის, ანუ აი დავწეროთ M1-ის დამატებული O1-2 და სადაც M2 თავად 60-ია. M1 არის 2-ერი. დიში? თიცუთი. წავშალოთ ეგ. ეს არის 2-ერი. M1 და O1-2 არის R-ს დამატებული 30. აი ასეთი ამბავი. მაშინ რა გამოვიდა?
3 გამოდის 30, 30 გადავიდოთ აქეთ და ერი გამოდის 10 ტოლი. მგონია რომ ყველაზე კარგი ამოცანა იყო ახლა მიმდინარე ვიდეოში ყველაზე ისეთი მსუყე ამოცანა გამოდგა. გადავამოწმოთ პასუხი ჩვენ ერთ პატარას გთხოვდნენ, ესეთი შეცდომა უნდა გქონდეს 10 ტოლია დიახ 74-ში მე-12-ში უფრო სწორად და პრინციპში რა ამოცანა დაგვრჩა ახლა, მაგრამ კარგი იყოს დროებით დავშვიდობოთ ერთმანეთს და დანარჩენი ამოცანები ამ თავისა მომდევნო ვიდეოში გავარჩიოთ, თორემ დროებით